მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია ინგლისური ენის გაკვეთილი და მე მისი წამყვანი თამარ ნიკურაძე გახლავართ, თქვენი მასწავლებელი. ასე რომ ნუ გადართავთ, დარჩით ჩვენთან. მოусმინეთ, გაიმეორეთ და ისწავლეთ ინგლისური ენა აჭარის ტელევიზიით. ჩვენი დღევანდელი გაკვეთილი დაეთმობა there is, there are უარყოფითი ფორმის გაცნობას. წინდებულების, ოთახების აღნიშნული სიტყვების გამეორებასა და ავეჯისა თუ სხვადასხვა ნივთების გამომხატველი სიტყვების შესწავლას. ჯერ წინა გაკვეთილზე ნასწავლის სიტყვების გამეორებით დავიწყოთ. ესენია: a living room, მისაღები ოთახი, საერთო ოთახი; a dining room, სასადილო ოთახი; a bedroom, საძინებელი ოთახი; a kitchen, სამზარეულო; a bathroom, სააბაზანო; a toilet, საპირფარეშო. მოდით ისინი უარყოფით წინადადებებში გამოვიყენოთ. There isn't, there aren't-ის მეშვეობით. მხოლობით რიცხვში. There isn't a table in the room. ოთახში მაგიდა არაა. There isn't a book on the table. მაგიდაზე წიგნი არაა. There isn't a bag under the table. მაგიდის ქვეშ ჩანთა არაა. მრავლობით რიცხვში. There aren't any tables in the room. ოთახში მაგიდები არაა. There aren't books on the table. მაგიდაზე წიგნები არაა. There aren't bags under the table. მაგიდის ქვეშ ჩანთები არაა. მოდით კიდევ განვამტკიცოთ. მხოლობით რიცხვში. There isn't a table in the room. ოთახში მაგიდა არაა. There isn't a book on the table. მაგიდაზე წიგნი არაა. There isn't a bag under the table. მაგიდის ქვეშ ჩანთა არაა. There isn't a table in the room. There isn't a book on the table. There isn't a bag under the table. მრავლობით რიცხვში. There aren't tables in the room. ოთახში მაგიდები არაა. There aren't books on the table. მაგიდაზე წიგნები არაა. There aren't bags under the table. მაგიდის ქვეშ ჩანთები არაა. There aren't tables in the room. There aren't books on the table. There aren't bags under the table. ახლა ავეჯისა და სხვადასხვა ნივთის გამომხატველი სიტყვებიც ვისწავლოთ. ჯერ მომისმინეთ ყურადღებით, ხოლო შემდეგ გაიმეორეთ ჩემთან ერთად. A bed, საწოლი. A CD player, CD პლეერი. A cooker, კურა. An armchair, სავარძელი. A sofa, დივანი. A lamp, ლამპა. A TV, ტელევიზორი. A picture, სურათი. A shower, შხაპი. A magazine, ჟურნალი. A table, მაგიდა. A DVD, DVD. კიდევ უფრო განვამტკიცოთ. ეცადეთ გაიმეოროთ ჩემთან ერთად. A bed, საწოლი. A CD player, CD პლეერი. A cooker, კურა. An armchair, სავარძელი. A sofa, დივანი. A lamp, ლამპა. A TV, ტელევიზორი. A picture, სურათი. A shower, შხაპი. A magazine, ჟურნალი. A table, მაგიდა. A DVD, DVD. ახლა მოდით ეს ახალი ნასწავლის სიტყვები გამოვიყენოთ ჩვენს უკვე კარგად ცნობილ there is, there are კონსტრუქციის უარყოფით ფორმაში. მხოლობითი რიცხვის მაგალითებით დავიწყოთ. There isn't a bed in the bedroom. საძინებელში საწოლი არაა. There isn't an armchair in the bedroom. საძინებელში სავარძელი არაა. There isn't a cooker in the bedroom. საძინებელში კურა არაა. There isn't a CD player in the living room. მისაღებ ოთახში CD პლეერი არაა. There isn't a lamp in the living room. მისაღებ ოთახში ლამპა არაა. There isn't a sofa in the living room. მისაღებ ოთახში დივანი არაა. There isn't a TV in the kitchen. სამზარეულოში ტელევიზორი არაა. There isn't a cooker in the kitchen. სამზარეულოში კურა არაა. There isn't a magazine in the kitchen. სამზარეულოში ჟურნალი არაა. ყურადღება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ.
ეცადეთ სიტყვები გაიმეოროთ და დაიმახსოვროთ. There isn't a bed in the bedroom. საძინებელში საწოლი არაა. There isn't an armchair in the bedroom. საძინებელში სავარძელი არაა. There isn't a cooker in the bedroom. საძინებელში ქურა არაა. There isn't a CD player in the living room. მისაღებ ოთახში CD პლეიერი არაა. There isn't a lamp in the living room. მისაღებ ოთახში ლამპა არაა. There isn't a sofa in the living room. მისაღებ ოთახში დივანი არაა. There isn't a TV in the kitchen. სამზარეულოში ტელევიზორი არაა. There isn't a cooker in the kitchen. სამზარეულოში ქურა არაა. There isn't a magazine in the kitchen. სამზარეულოში ჟურნალი არაა. უფრო მეტი მაგალითი მოვიყვანოთ. ამჯერად რამდენიმე სიტყვა შევამატოთ. There isn't a TV in the bathroom. სააბაზანოში ტელევიზორი არაა. There isn't a DVD in the bathroom. სააბაზანოში DVD არაა. There isn't a picture in the bathroom. სააბაზანოში სურათი არაა. There isn't a lamp in the toilet. საპირფარეშოში ლამპა არაა. There isn't a shower in the toilet. საპირფარეშოში შხაპი არაა. There isn't a sofa in the toilet. საპირფარეშოში დივანი არაა. There isn't a table in the dining room. სასადილო ოთახში მაგიდა არაა. There isn't a chair in the dining room. სასადილო ოთახში სკამი არაა. There isn't a cooker in the dining room. სასადილო ოთახში ქურა არაა. ყურადღება კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ეცადეთ წინადადებები გაიმეოროთ და დაიმახსოვროთ. There isn't a TV in the bathroom. სააბაზანოში ტელევიზორი არაა. There isn't a DVD in the bathroom. სააბაზანოში DVD არაა. There isn't a picture in the bathroom. სააბაზანოში სურათი არაა. There isn't a lamp in the toilet. საპირფარეშოში ლამპა არაა. There isn't a shower in the toilet. საპირფარეშოში შხაპი არაა. There isn't a sofa in the toilet. საპირფარეშოში დივანი არაა. There isn't a table in the dining room. სასადილო ოთახში მაგიდა არაა. There isn't a chair in the dining room. სასადილო ოთახში სკამი არაა. There isn't a cooker in the dining room. სასადილო ოთახში ქურა არაა. მრავლობითი რიცხვის მაგალითები მოვიყვანოთ. There aren't beds in the bedroom. საძინებელში საწოლები არაა. There aren't armchairs in the bedroom. საძინებელში სავარძლები არაა. There aren't cookers in the bedroom. საძინებელში ქურები არაა. There aren't CD players in the living room. მისაღებ ოთახში CD პლეიერები არაა. There aren't lamps in the living room. მისაღებ ოთახში ლამპები არაა. There aren't sofas in the living room. მისაღებ ოთახში დივნები არაა. There aren't TVs in the kitchen. სამზარეულოში ტელევიზორები არაა. There aren't cookers in the kitchen. სამზარეულოში ქურები არაა. There aren't magazines in the kitchen. სამზარეულოში ჟურნალები არაა. ყურადღება კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ეცადეთ სიტყვები გაიმეოროთ და დაიმახსოვროთ. There aren't beds in the bedroom. საძინებელში საწოლები არაა. There aren't armchairs in the bedroom. საძინებელში სავარძლები არაა. There aren't cookers in the bedroom. საძინებელში ქურები არაა. There aren't CD players in the living room. მისაღებ ოთახში CD პლეიერები არაა. There aren't lamps in the living room. მისაღებ ოთახში ლამპები არაა. There aren't sofas in the living room. მისაღებ ოთახში დივნები არაა. There aren't TVs in the kitchen. სამზარეულოში ტელევიზორები არაა. There aren't cookers in the kitchen. სამზარეულოში ქურები არაა. There aren't magazines in the kitchen. სამზარეულოში ჟურნალები არაა. უფრო მეტი მაგალითი მოვიყვანოთ, ამჯერად რამდენიმე სიტყვა შევამატოთ. There aren't TVs in the bathroom. სააბაზანოში ტელევიზორები არაა. There aren't DVDs in the bathroom. სააბაზანოში DVD აპარატები არაა. There aren't pictures in the bathroom. სააბაზანოში სურათები არაა. There aren't lamps in the toilet. საპირფარეშოში ლამპები არაა. There aren't showers in the toilet. საპირფარეშოში შხაპები არაა. There aren't sofas in the toilet. საპირფარეშოში დივნები არაა. There aren't tables in the dining room.
სასადილო ოთახში მაგიდები არაა. There aren't chairs in the dining room. სასადილო ოთახში სკამები არაა. There aren't cookers in the dining room. სასადილო ოთახში ქურები არაა. ყურადღება კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ეცადეთ სიტყვები გაემეოროთ და დაიმახსოვროთ. There aren't TVs in the bathroom. სააბაზანოში ტელევიზორები არაა. There aren't DVDs in the bathroom. სააბაზანოში DVD აპარატები არაა. There aren't pictures in the bathroom. სააბაზანოში სურათები არაა. There aren't lamps in the toilet. საპირფარეშოში ლამპები არაა. There aren't showers in the toilet. საპირფარეშოში შხაპები არაა. There aren't sofas in the toilet. საპირფარეშოში დივნები არაა. There aren't tables in the dining room. სასადილო ოთახში მაგიდები არაა. There aren't chairs in the dining room. სასადილო ოთახში სკამები არაა. There aren't cookers in the dining room. სასადილო ოთახში ქურები არაა. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენი დღევანდელი გაკვეთილი დაუთმეთ there is, there are-ს უარყოფითი ფორმის გაცნობას. წინდებულებისა და ოთახების ავეჯისა თუ სხვადასხვა ნივთების აღნიშნული სიტყვების გამეორებასა და შესწავლას. იმედია მარტივად დაიმახსოვრეთ ისინი. ჩვენი დღევანდელი გაკვეთილი ამით ამოიწურა. მე გემშვიდობებით მომავალ გაკვეთილამდე.